გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენს მასტერკლასზე. დეფიციტებისა და სიჭარბის თავის დღევანდელი თემაა pH-ი, ანუ მჟავიანობა. თუ თქვენ ზრდით სწორი სასუქის ბრენდით, ირჩევთ სასუქის სწორ ტიპს და აძლევთ სწორ დოზას, რეალურად შეუძლებელია მიიღოთ საკვები ნივთიერებების სიჭარბე ან ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა შეცდომები დავუშვათ და ერთ-ერთი ასეთი შეცდომა ეხება pH-ს. pH-ი გვიჩვენებს თუ რამდენად ათვისებადია საკვები ელემენტები. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ზრდით pH-ის სწორ დიაპაზონში, მცენარეს შეუძლია მიიღოს საკვები ნივთიერებები, რომელსაც თქვენ აძლევთ და ამ გზით მცენარეს შეუძლია აითვისოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება. ოპტიმალური pH დიაპაზონი 5.2-დან 6.2-მდეა. მიუხედავად ამისა, სუბსტრატი გავლენას მოახდენს მასზე. გთხოვთ გადახედოთ ზრდის სახელმძღვანელოს, რომელიც მითითებებს გვაძლევს ყველა სახის სუბსტრატისთვის. ვეგეტატიურ ფაზაში მცენარე სუბსტრატიდან იღებს საკვებ ნივთიერებებს და ამის გამო pH-ი აიწევს მაღალ დონეზე. თუ მაჩვენებელი დიაპაზონს გადაცდება, მცენარე ვერ აითვისებს ზოგიერთ მიკროელემენტს. შედეგად მცენარე ღია მწვანე, ფერმკრთალი ხდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგვიძლია დავამატოთ მონოპროდუქტი სახელად N17. ეს პროდუქტი შეამცირებს pH-ს, მაგრამ არა ხსნარში, არამედ სუბსტრატში. მოგვიანებით გენერაციულ ფაზაში მცენარეს ჭირდება სუბსტრატში pH-ის შემცირება. ყურადღებით, რადგან ასეთ დროს მცენარე მიიღებს ადრეული შემოდგომის შეფერილობას. თქვენ ეს საკვები ხსნარით უნდა ანაზღაუროთ. ასე რომ გენერაციულ ფაზაში ყოველთვის აძლევთ pH-ის შედარებით მაღალ მაჩვენებელს. საკვებ ელემენტებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა გამოწვეულია არასწორი pH-ით. სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველთვის გირჩევთ ვეგეტატიურ ფაზაში შეინარჩუნოთ დაბალი pH-ის დონე. მაგრამ როცა გადავალთ გენერაციულ ფაზაზე, ჩვენ ვწევთ მკვებავი ხსნარის pH-ს ზრდის განრიგით რეკომენდირებული დიაპაზონის მაქსიმუმზე და ამ გზით ჩვენ შეგვიძლია მცენარეს თავიდან ავარიდოთ ყველა სახის დეფიციტი და სიჭარბე. ვიმედოვნებ, რომ გადახედავთ სახელმძღვანელოს დეფიციტების და სიჭარბის შესახებ, რადგან ამ პროდუქტებით შეგიძლიათ pH-ის და სხვა პრობლემების მოგვარება.